გგონიათ ნატურის ჩაქრობით და აი ასე სანთელზე გადასვლით დინის საგაძვირებას დაემალებით 90-ები გამოვიარეთ სიბნელე ვერ შეგვეშინებს, მაგრამ ეს სიბნელე უფრო ძვირი დაჯდება და ამ სიბნელეშიც უხილავი კილოვატები მაინც კვეულობენ. როგორ? მოდით ახლა ამას ჩვენი ჯიბის პერსპექტივიდან ერთად ადამიანურად შევხედოთ. შენ შეიძლება სანთელზე გადახვიდე, მაგრამ ის მაღაზია, სადაც ყოველდღე შედიხარ, მაცივარს ვერ გამორთავს. საცხობი, სადაც პურს ყიდულობთ, სომსაზელს ვერ გააჩერებს, ხო და როცა ბიზნეს დინი უძირდება, ის ამას პურის ფასს უმატებს, ან წონას აკლებს. ანუ შენი ხდის დახარჯულ დენს ყოველ პურში, ყოველ წამალში, რომელიც მაცივარში ინახება და ყოველ ჭიქა წყალში, რომელსაც ელექტროენერგია სჭირდება. ანუ რა გამოდის? ტარიფის გაზრდა ეს არის სიღარიბის გადასახადი, რომელიც ყველაზე მეტად დაბალ შემოსავლიან ხალხს ურტყავს. არა და საქართველოს თავისი რესურსების მხოლოდ 25%-ს იყენებს, ანაჩეს აი ასე წყალს ატანს. სისტემა ამას კი არა, ჩვენს ჯიბეს უყურებს და აი ასე ცდილობს იმპორტის ხროლების ამოვსებას. ზუსტად ეს არის სისტემის პრობლემა და ხარვეზი რომ იმპორტზე ვართ მიჯაჭულები. რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო? დაასუბსიდიროს სახლების თბოიზოლაცია. ასე ნახევარფასს დავზოგავთ და დენიც აღარ დაგვაკლდება. მეორე, განავითაროს მცირე ბიზნესის და ქარის სადგურები ხალხისთვის. ზე ყველა სეზონში ერთნაირად ანათებს და ქარიც ყველგან უპერავს, ხო და გიგანტური სადგურების ნაცვლად, რომლებიც ხშირად ბუნებას აფუჭავს, პატარა სადგურები უნდა დადგას სოფელში, ეს ენერგია პირდაპირ ხალხს უნდა მოხმარდეს, არა მხოლოდ დიდ ჩინოვნიკებს და ინვესტორებს. მესამე, კონტროლი, რომ პური არ გაძვირდეს, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და იმ ბიზნესს, რომლებიც პურს აწყობენ ან წამალს ინახავენ, დენის შეღავათით მისცენ და მეოთხე, მიკროგენერაცია, ჩვენი პატარა ეზო გახდეს პატარა ელექტროსადგური, აი ასე, სახელმწიფო უნდა მოგცეს უფლება და იაფი კრედიტი, რომ ყველამ დაბიდგათ ეს პანელები ჩვენი სახლის სახურავზე. მოკლედ, თუ სახელმწიფოს ადამიანი აინტერესებს და არის პრიორიტეტი, მაშინ ენერგია გახდება არა ხალხის გაღატაკების იარაღი, არამედ თითოეული ოჯახის გაძლიერების რესურსი, სადაც საკუთარი მზე და ქარი თქვენსავე ჯიბეზე იმუშავებს. მე მინდა სისტემა ადამიანს ხედავდეს და ყოველ თვე ახალ თავსატეხს არ გვიჩენდეს. და შენ რას ფიქრობ კიდევ რას დაარტყამს დენის გაძვირება ყველაზე მეტად?